ჩვენ ვარ ძველ ქალაქში, იერუსალიმში. ძველი ქალაქის შესასვლელთან და დაგათვალიერებინებთ ძველ ქალაქს. მოკლედ, სხვადასხვა ტიპის ვიდეოებს ვიღებთ წმინდა მიწიდან და გარდა რელიგიური თემებისა, გვინდა რომ რაღაც ექსკურსიები შემოგთავაზოთ, საინტერესო ამბები შემოგთავაზოთ, საინტერესო თავგადასავლები შემოგთავაზოთ. მოკლედ, რომ ვთქვათ ახლა, ჩვენ ვართ პრაქტიკულად ძირითად შემოსასვლელში ძველი ქალაქის და ძველ ქალაქს საკმაოდ ბევრი კარიბჭე აქვს. იაფოს კარიბჭე დღესდღეობით ითვლება მაინც მთავარ შესასვლელად. რატომ მთავარ შესასვლელად? იმიტომ რომ ძველ ქალაქში ტრანსპორტი არ დადის. არ არის სამანქანო გზები გარდა პატარა ორი მონაკვეთისა და აქედან შესაძლებელია აი პატარა მოედნამდე შესვლა მანქანით, მაგას ნახავთ ახლა თქვენ კადრში. და რატო არის შესაძლებელი ესეც ვთქვათ ბარემ. ეს კარიბჭეც იყო დაკეტილი, ჩვეულებრივად ამოშენებული, მაგრამ კაიზერ ვილჰელმმა როდესაც მოდიოდა იერუსალიმში, იმისაც რომ თავისი მნიშვნელობა მაინც ახლა ხანდახან ცუდად გამოდის ხოლმე, მაგრამ რა ვქნათ ეს ტოპსიკოლოგია მაინც მოყვები. კაცი რომ იერუსალიმში რომ ჩამოყვა, სადაც ქრისტე დადიოდა, ნახეთ პარალელი რა მაგარია. დავით გარეჯელი როდესაც ჩამოვიდა ამხელა მოღვაწე თან წმინდა მამა ჰაერში რო ჩერებდა წმინდა სავსეჭიქას, დავით გარეჯელი როდესაც ჩამოვიდა წმინდა მიწაზე ფეხით ელეონის მთასთან მოვიდა, გამოხედა იერუსალიმს და თქვა რომ მე რა ღირსი ვარ რომ ამ ქალაქში სიარული სადაც მაცხოვარი დადიოდაო და აიღო სამი ქვა საქართველოში წამოსალებად სამახსოვრო. და ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა მოიცავ რასაკეთებ კაცო, ეხლა ნუ დაგუყურე იერუსალიმიო, ეხლა ცოტა გროტესკულად ყვები, მაგრამ მინდა რომ ხიარული იყოს მაინც ეს ვიდეო. ორი ქვა დააბრუნე, თორე აქ მადლი აღარ დარჩაო და ერთი ქვა წამოიყო დავით გარეჯელმა, ის წმინდა ცხადია საქართველოში ინახება. ეს იყო საქართველოსთან ჩამოსული მოღვაწე და ჩამოდის ბევრი საუკუნის შემდეგ კაიზერ ვილჰელმი, რომელიც ამბობს, რომ მე მანქანებით უნდა შემოვიდე იერუსალიმში და აი ახლა ნახეთ ეს პატარა კარი როა, აქ ვერ შემოვეტევიო და ოსმალებმა შემდეგ ადგენენ და მთელი კედელი ამოანგრიეს კაიზერ ვილჰელმის იერუსალიმში შესასვლელად. მოკლედ ესეთი ისტორია აქვს იაფოს კარიბჭეს. მისი კედელი არის ამონგრეული კაიზერ ვილჰელმის შესასვლელად. აქედან ვიღებთ გეზს და ძირითადად კიდე რატო დადიან აქედან მომლოცველები, რატო მოყავთ ხოლმე. ტრანსპორტი ჩერდება ქვემოთ ახლოს, შემოდის ქალაქთანაც, მათ შორის ტაქსიც და პლუს ამას იაფოს კარიბჭე და ეხლა შიგნით შეიძლება ცოტა ხმაური იყოს და ჟრიამული. იაფოს კარიბჭე და ჩადის პირდაპირ ჩასასვლელი ქუჩა, დავითის ქუჩა ქვია მას დღეს, რომელიც სადაც პირდაპირ ჩაყახვა პრაქტიკულად აღდგომის ტაძართან და ეს არის როგორ თქვა, უმოკლესი გზა და თან სავაჭრო ბაზარი, არაბული ბაზარი, რომელიც არის ძალიან ბრჭყალა, ძალიან მაგარი და სიმართლე რო გითხრათ, ჩემი ბაზარში ჩატარება არ შეიძლება, მაგრამ მაინც თქვენთან ერთად უნდა ჩავიარო. ეხლა გავაგრძელოთ გზა. ცოტა რაღაცები მოყვეთ. ამ კოშკს ახლა იქით რაც ჩას შეხედე, ეძახიან დავითის კოშკს, მაგრამ საერთოდ არაფერი დავით მეფესთან, ანუ დავით მეფსალმუნესთან, ხო? არაფერი არ აკავშირებს იმ დროს ეს არ იყო, თუმცა არის ფენა, რომელიც არქეოლოგიური ფენაც და კედლის ფენაც, რომელიც არის ჰეროდეს პერიოდის და ერთ-ერთი ვერსიით და სავარაუდოდ ეს სარწმუნო ვერსიაა. ჰეროდეს სასახლე იდგა აქ. ანუ პილატე იყო ქვემოთ, პილატეს სასახლე იყო ქვემოთ, ჰეროდეს სასახლე იდგა აქ და ჩვენ გვაქვს 4 სახარება. ამ 4 სახარებიდან ორი სახარება ცოტა განსხვავებულია, ვნების გზის ეპიზოდი. ორი სახარება გვეუბნება ჩვენ, რომ მაცხოვარი პილატედან წამოიყვანეს ჰეროდესთან და შემდეგ ჰეროდემ ისევ უკან დააბრუნა მაცხოვარი პილატესთან, რომ განაჩენი იმან გამოიტანოსო. შესაბამისად, ამას სხვათა შორის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რეალურად, იმიტომ რომ გზა რთულია. ჩვენ გადავიღეთ ვიდეო, რომელსაც ნახავთ ახლა მოძებნით უკვე, იმიტომ რომ ყველას გავათავსებთ. საიდან იწყება გოლგოთა, როგორი პანდუსებია დღეს თანამედროვე ადამიანისთვის გაკეთებული, რომელიც საკმაოდ რთულია ამ გზაზე ამოსვლა. და ახლა ვნახოთ ეს კარიბჭე, რომელიც არის ესეთი საინტერესო ფორმის. ის არის 90 გრადუსიანი შიგნით. ხო. ანუ შევდივართ ესე და წინ არაფერი არ არის, არის გვერდზე მოსახვევი. ესეთი კარიბჭე აქვს, ხო. ესე იგი, ესეთი კარიბჭე არის კიდე აქ მეორე, რომელსაც ქვია სიონის კარიბჭე. რაც შეეხება ახალ კარიბჭეს, იმას ახალი, იმიტომ ქვია რომ ახალი გაჭრილია. შეხედეგი მაინც უკან მივბრუნდეთ. ესე იგი, მიზანი რა იყო ამ კარიბჭის? რატო აქვს ესეთი ფორმა? როდესაც ქალაქში
შევარდებოდა მტერი ან თუნდაც ვინმე ჭკუაბნეული ცხენით, ანუ რეალურად ქალაქში ესე პირდაპირ შევარდნის საშუალება შეგემწვრია ეს კარი, იმიტომ რომ პირდაპირ ეჯახებოდი კედელს, ხო? და სხვათა შორის ძველ დროში აქ ცხენები არ იყო. ცხენები ყავდა მარტო სოლომონს, როგორც ისტორიკოსები ამბობენ. ძირითადი საბრძოლოც კი აქ იყო ჯორი ან ვირი. მაგრამ შემდგომ ეპოქებში ხო, ეს სასტუმრო მოკლედ ეს სასტუმრო არის ნიუ იმპერიალი. ეს არის ნიუ იმპერიალი, რომლის მეპატრონეც არის აბუდაჯანი და სულ ცოტა რა შეგვიძლია ვთქვათ ამ კაცზე, რომ მისი ხეროვნახოთ საგვარეულო ხე, რომელიც აქვს შედგენილი, მათი ისტორია იწყება 1490 წლიდან. მე მგონი ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს ადამიანი არის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება, არის კოლორიტი ამ ქალაქის და კოლორიტი არა, მე ვიტყოდი, რომ აბუდაჯანი არის თავად იერუსალიმი დღეს, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია ამ კაცის გარეშე ეს ქალაქი. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ ამჟამად ვართ სასტუმროსაც დაგათვალიერებინებთ, ის არ არის ტიპიური სასტუმრო, ძალიან სხვანაირია, ძალიან ლამაზია, ძალიან გემოვნებიანი და ამ სასტუმროში თავად არის ისტორია თავმოყრილი. ერთგვარი მუზეუმია. ეს არის რეალურად აი ეს პატარა მონაკვეთი სამანქანო გზების, რაც ქალაქში არსებობს. ანუ ქუჩასაც ესე ქვია, იერუსალიმის საპატრიარქოს ქუჩა ქვია იქ, რომელიც ჩადის იერუსალიმის საპატრიარქოსთან. ანუ ეს კი, აქედან შევდის მანქანა ხოლმე, საპატრიარქოს იქით უკვე აღარ არის მანქანით გასასვლელი, კიბე იწყება. ხო, ეს არის როგორც ეძახია დავითის ციტადელს, წეგათ რომ ვახსენებ. ეს არის ძალიან დიდი კომპლექსი. შიგნით ახლა არის მუზეუმი. მუზეუმი, რომელიც მოიცავს უამრავ ეპოქას და ამ მუზეუმში აი როგორი სურათია, იცი, რომ იწყება ძველი არქეოლოგიური ფენებით, მოიცავს ეროდეს პერიოდს, შემდგომ რა ვიცი, რამდენ პერიოდს არ მოიცავს და აქვე არის გაუქმებული უკვე, თუმცა შედის აი ამ კომპლექსში. ნახვა შეიძლება და სხვათა შორის საკმაოდ შემზარავი სანახავია. ესე იგი, სანამ შეიქმნებოდა ისრაელის სახელმწიფო, ალბათ იცით ისტორიიდან, იმიტომ რომ ეს უახლესი ისტორია მაინც, აქ იყო ბრიტანული მმართველობა, ანუ ოსმალთა შემდეგ უკვე აქ იყო ბრიტანული მანდატი, ესე ეძახიან და მანდ იყო ციხე, საპატიმრო. და საკმაოდ ისეთი სანახავი, არც ისეთი, ნუ ეხლა ციხე როგორ შეიძლება კარგი სანახავი იყოს, მაგრამ როგორი ტიპის ციხეა, იცი, ესეთი იარუსება, თაროებივით არის გაკეთებული საკნები და ამ თაროებზე ყავდათ დამწყდეული. ხო, ეხლა დავითის ქუჩაზე ჩავდივართ უკვე, იაფო მორჩით. და რა თუმცა ამ ყველაფერს ერთი სევდა აქვს ძალიან დიდი ჩემთვის. ეხლა ნახავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს კიდევ უფრო მეტია გახსნილი, რეალურად 30%-იც არ მუშაობს, აი ხედავთ კარებებს და კედელს. გასასვლელში საკაი ჩვენ ძველი კადრები რო ნახოთ და იმ კადრებს შეგახსენებთ ისევე, ვერც გაივლით, სულ რაღაცები ეკიდა, ჭაღები, არაბული ნაკეთობები, სირიული ნაკეთობები, საიდან აღარ, ეს იყო საოცარი სანახაობა. ანუ იცით რა არის ჩემთვის, აქ ყოველთვის დავდიოდი ბევრჯერ, ეს მაღაზიები მოვლილი მაქვს ყველა, უბრალოდ ეს იმას არნიშნავს, რომ აქ რაღაცა დიდი თანხით ჩამოვდივარ და რამეს ვყიდულობ ბევრს. არა. უბრალოდ თავად ეს ყველაფერი არის სანახაობა. სიმართლე რომ გითხრათ, ეს არის ძალიან საინტერესო სანახაობა, რაღაცა კულტურული რებსეცნობი, ისტორიებს ეცნობი, მით უმეტეს აქ არის რამოდენიმე ანტიკვარიატის მაღაზია, რამოდენიმე კი და საკმაოდ ბევრი, 1-10-მდე მაინც. და იქ იყიდება საკმაოდ საინტერესო ნივთები, რომელიც შენ ინფორმაციულად ბევრ რამეს გაძლევს. ახლა აუცილებელი არ არის იყიდო, იმიტომ რომ ვერც გაწლები, ხა იაფი არ გეს ნამდვილად. მაგრამ რო ათვალიერებ ძველი ცხოვრებისას, აი აქაური, ახლო აღმოსავლეთის ძველი ცხოვრებისას ძალიან ბევრ რამეს იგებ. შენ თვითონ, იმიტომ რომ იქ არის მათი ყოფის ამსახველი.
აწერი ქრისტიანული უბანი. საერთოდ ეხა ჩვენ რაც გამოვიარეთ ისედაც იაფოს კარიბჭიდან იმ ჩამოსასვლელიდან მარცხენა მხარეს სულ ანუ აი ამ მონაკვეთი რასაც მივდიოდით ეს სულ ქრისტიანული კვარტალია ანუ დავაკონკრეტოთ ესე იგი ძველი იერუსალიმი იყოფა 4 ნაწილად ეს არის ქრისტიანული უბანი, ისლამური უბანი, სომხური უბანი და ებრაული უბანი. აი აქვე უცებ შევიდოთ და აი აქ გაჩვენოთ იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი რომელიც ეკლესია სხვადასხვა ეს ეს კიდე ტაძრის თავი ტაძრის კიდე ოღონდ აქ როგორი სურათი ქონდა ნახეთ როდესაც ეს იყო ქართული მონასტერი იმ პერიოდში ცხადი ეს ქუჩები არ იყო ეს მოედნები არ იყო ეს ტერიტორია მთლიანად ეკუთვნოდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერს რითი იცნობთ იოანე ნათლისმცემლის ქართულ მონასტერს წამოდი აქედან შორიდან შევახედოთ მისი ცნობა შეიძლება ერთი ძალიან მარტივი ნიშნით და პოვნა ძველ ქალაქში ამ ტაძარს აქვს ოქროსფერი გუმბათი სხვას არც ერთს არ აქვს ქრისტიანულ ტაძრებს ეხლა მზე იქით მხრიდან არის და კარგად არ აღიქმება, მაგრამ მას აქვს ოქროსფერი გუმბათი. ტაძარი არის ძალიან საინტერესო ბევრი რამით. ეს არის ზედა ახალი ტაძარია უკვე პრაქტიკულად, თუმცა მას აქვს ქვეშ ჩასასვლელი. და მიწისქვეშ არის აი ეს პირველი ტაძარი, რომელიც აქ აშენდა, იმისი გარკვეული ნაწილი შენარჩუნებულია. რა განსაკუთრებულობა აქვს კიდევ? ჩვენ ადრე ფილმში მოგიყევით ჩვენს ერთ-ერთ ფილმში და ეხლაც გავმეორდები რომ ეს ტაძარი ითვლება იერუსალიმის ერთ-ერთ უძველეს ტაძრად და ამ ტაძრიდან, მხოლოდ ამ ტაძრიდან ჩადის გვირაბი მაცხოვრის აღდგომის ტაძარში რომელიც უერთდება მაცხოვრის აღდგომის ტაძარს. ეს გვირაბები ხა დახურულია, გასაიდუმლოებულიც კია. ეხლა ერთი რაღაც ვაჩვენოთ, ეს გვირაბის თემა მინდა დავასრულო, ანუ გვირაბს რა ფუნქცია ჰქონდა, ნახეთ, როდესაც მტერი ესეოდა ტაძარს გაძარცვის მიზნით, ეხლა ტაძარს ხო ამიტომ შეუტევდნენ ხოლმე, რომ იქ იყო ძვირფასეულობა, შესაწირი, მოუქროვილი ხატები და ინვენტარი ხო ჯვრები 1000 რამე იყო მსახურების. გაიტანათ ეს ძვირფასეულობა, მაგრამ აღდგომის ტაძარს ჰქონდა სქელი კარი და ეხლა ესეთი მასიური კარი აქვს. ამ კარის წინ, ანუ ხანძრამდე იყო ბენა ჩოლოყაშვილის მიერ შებმული კარი, რომელიც ხანძრის დროს განადგურდა 1808 წელს და მოკლედ ქართველები აქედან გაძვრებოდნენ ხოლმე, სანამ ისინი კარს ამტვრევდნენ, ეს მტერი სანამ ამტვრევდა მძარცველები ამ კარს აღდგომის ტაძრისას, აქედან გავიდოდნენ, უკვე ეს იყო აპრობირებული, ასე ვთქვათ, გამოცდილი მეთოდი. ყველაფერი გამოქონდათ აღდგომის ტაძრიდან, რაც კი ძვირფასი იყო და არსებობს ესეთი წყაროებში ჩანაწერი, რომ ერთ-ერთი დამპყრობლის ასე ვთქვათ, რომ ეს ქრისტიანები როგორი ძუნწები ყოფილან და ღმერთი არ ყვარებიათო, რომ მათიო მთავარი ტაძარიო შევანგრიეთ, შევედითო და ერთი ოქროს ჯვარი არ ქონდათო. სიამოვნებაში ეს ყველაფერი იყო გამოტანილი. და კიდე ერთი მთავარი თემა იოანე ნათლისმცემლის ტაძრისა დღეს, რასაც კი ნახავთ აღდგომის ტაძრის განსაცავში, ეს არის წმინდანთა ნაწილები, ეს არის ძვირფასი ხატები, ეს არის სხვადასხვა ძვირფასეულობა, ანუ მთელი საგანძური რაც არის აღდგომის ტაძარში, ეს საგანძური აღმოჩენილია იოანე ნათლისმცემლის ტაძარში და აქედან არის გადატანილი. ეხლა ეს შადრევანი ორი სიტყვით და მეგონი ძალიან ჩქარა ყვები, იმიტომ ძალიან ჩქარა მოვიდა. ხო, ამ შადრევანსაც აქვს თავისი ისტორია, თუმცა მოდი მარტივად ვთქვათ, ეხლა რატო გაკეთდა ეს შადრევანი? სხვა შორის რესტავრაცია გაუკეთეს და ცოტა ნაკლებად მომეწონა, ადრე უფრო ის დაძველებული უფრო მეტად მომწონდა ჩამომტვრეული. ამ შადრევნის დანიშნულება თუ ფუნქცია თუ რა ვიცი, შინაარსი იყო ერთი რამ. ვინაიდან ეს უდაბნოა მაინც და წყალი აქვს ჭირს,
იმისაც რომ ეჩვენებინა მთელი დიდებულება და ძლევამოსილება თავისი, მოკლედ დადგეს შადრევანი, რომ აი ასე უხვად ქონდათ წყალი. აი ეს იყო მთელი ფილოსოფია. და ხარ ისიც თქმა მინდა, ჩვენ სადაც ახლა ამ წუთას ვიმყოფებით, აი ამ ადგილს, აი თაღებამდე მოდი აჩვენე. ესე იგი, სადაც არის შადრევანი და სადაც აი ეს თაღებია ბოლოში, გაუძრებით იმ თაღებში, ამ ტერიტორიას ქვია მურისტანი. ანუ ეს არის ცენტრალური სავაჭრო ნაწილი იყო, ბაზრების, ტყავის ბაზარი იყო, 1000 რამე იყო, მაგრამ ეხლა ნახე რა ხდება, აი ამ მურისტანში რო ჩერდებით, ეხლა მე საიტაც გავიხედავ. გარშემო ყველგან ქართული ეკლესია იყო, აი იონე ნათლისმცემელი, მარია ლატინა, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში რამოდენიმე კი არა და რა ვიცი ნახევარზე მეტი ეგვტერები იყო და ზემოდან ახლა რო ახვიდე აივანზე იქ უფრო მეტის დანახვა შეიძლება კაფეა. ხო, აი ზევითა კაფეზე ვამბობთ, იმიტომ რომ ის ყველაზე მაღალი წერტილია ხა ამ წუთას აქ. აი იონე ნათლისმცემლის ოქროს გუმბათით ჩანს. ხო, აი კიდე რომ გადმოხედოთ, აი ესე თითით შემილია გაჩვენოთ. თუ კი რამე იქნება, ყველაფერი ერთ დროს თითქმის ყველაფერი იყო ქართველების. წავედით. იერუსალიმს აქვს ერთი ესეთი თვისება და მე ცოტა ნაკლად ვთვლი რა ვქნა. ანუ იერუსალიმურ ცხოვრებას უბრალოდ ძველი ქალაქის. აი აქ ყველაზე მეტად როცა გინდა რომ იყოს ეს მაღაზიები და ბაზრობები ღია, იმიტომ რომ რაღაცად მოგწონს ეს ფერადოვნება რომ ნახვა ეს ყველაფერი, ზუსტად მაშინ იწყებენ ალაგებას. ანუ აქ როგორ არის, იცი, დილას ესენი იღვიძებენ 5 საათზე. კახელებმა იციან ხოლმე ეს კახეთში რო წახო დილას ადრე დგებიან, საღამოს ადრე წვებიან. მოკლედ ესეთი ამბავი აქაც. დილას 5 საათზე ამათ ღვიძათ, ფეხზე არიან მუშაობენ, საღამოს შებინდებამდე ყველაფერი აბარგებული აქვთ. რამოდენიმე მაღაზია დაგხვდება ღია ძირითადად პროდუქტის ან ვინმე ვინც, რა ვიცი, მაინც გვიანობამდე მუშაობს. ეხლა უკვე ალაგებას იწყებენ, ეხლა შეებრუნე, ეხლა კაფეს რომ ამ დროს აალაგებ. დღისით პაპანაკება იყო, ხო, ეხლა უნდა დაждდე წესით, ეხლა მიიღოს სტუმარი, მაგრამ მან თავისი იმუშავა. ეხლა ჩვენ მაინც უნდა წავიდეთ იქითკენ. არა, ვაჩვენოთ აღდგომის ტაძრის მოედანი. კი, ატრიუმი ქვია ამას. ერთ წამ კიდევ ჩერდებით, ესე იგი, ნახეთ, ეს მარია ლატინა იყო. აი იქ დროშა რო ფრიალებს. ეს არის რუსული ეკლესიის ალექსანდრისკია პადვორი, ესე ქვია, რომელსაც სხვა შორის ძალიან დიდი ახლა პოლიტიკა გადავდოთ გვერდზე, ხალხ პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხვა შორის ამ რუსულ ცენტრს პალესტინის ისტორიაში, იმიტომ რომ უამრავი რამ გააკეთეს. ეს არის რეალური ფაქტი. რაღაცა ეტაპზე რო არ ყოფილიყვნენ ისინი, ბევრი რამე აქ აღარ იქნებოდა და ძალიან დიდ თახას დებდნენ. წინ უკვე შევდივართ თაღში, რომელსაც შევყავართ ატრიუმში. მოდი ორი სიტყვა ვთქვათ აღდგომის ტაძარზე. იცით რა, ეხლა მე არ მოგიყვებით მაცხოვრის ტაძრის ისტორიას. თუმცა ამას ჩვენ აუცილებლად მოგიყვებით, იმიტომ ქართული ვერსია საერთოდ ამის არაფერი არ არსებობს და პირველი ვიქნებ ჩვენ მიცავდაზე. ხო, მოვასწრებთ რაღაცა ცოტას. უბრალოდ რისი თქმა მინდა ნახეთ. რა არ მინახავს ცხოვრებაში. მაგრამ ანალოგი მაცხოვრის აღდგომის ტაძარს ნამდვილად არ გააჩნია და რას გულისხმობ ამაში. ეს არის დაუჯერებლად დიდი კომპლექსი. ვინც არ იცის ეს ტაძარი და მოდის იერუსალიმში, გონია რომ მაცხოვრის ტაძარი არის, აღდგომის ტაძარი არის ეს, სადაც ამ კარში შედის, შიგნით რასაც ნახულობს და მიდია. მაცხოვრის ტაძარი გადადის რამოდენიმე ქუჩაზე და მაცხოვრის ტაძრის სახურავზე არის არაერთი ეკლესია და მონასტერი. მაგალითად, მაცხოვრის ტაძრის სახურავზეა ყოფილი ქართული მონასტერი, რომლის ბაზაზეც საერთოდ იერუსალიმის საპატრიარქო დაფუძნდა იქ, ეს არის წმინდა თეკლას მონასტერი, არის მაცხოვრის საფლავის სახურავზე. ანუ აი აქ რასაც ხედავთ, ეს ნაწილი სამრეკლოს გვერდით რასაც ხედავთ, იქ სახურავზე მაცხოვრის ტაძრისა, ანუ ეს გვერდთან ნაგებობებით მაცხოვრის ტაძარია, არის მონასტრები. უკანა მხარეს, იქით ხე რომ მოჩანს, იმის თავზე არის კიდე ბევრი მონასტერი, ანუ როგორი რაღაც არის, იცით, აი რომელიღაცა ქუჩიდან, სადღაც, რომელიღაცა მონასტერში რომ შედიხარ და გონია რომ სხვაგან წახვედი,
სინამდვილეში არსადაც არ წახვედი მაცხოვრის აღდგომის ტაძრის სახურავზე იყავი ერთ-ერთ მონასტერში. ამ დროს გზა მისასვლელი არის საერთოდ სხვა მხრიდან. ეს არის აბსოლუტურად უნიკალური კომპლექსი, რომელსაც აქ არის მიწის ზედა ნაწილი, სახურავზე მონასტრები სხვადასხვა ქუჩებიდან და აქვს მიწისქვეშა ჩასასვლელი, რომელიც ასევე იყო ორივე ნაწილი მიწისქვეშა ჩასასვლელის და მიწისქვეშა ტაძრისა იყო ქართული, ერთი იყო ჯვრის პოვნის ადგილი და მეორე კრიპტა, სადაც იპოვეს ის ცხედრები, რომელიც მაცხოვრის ჯვრით გააცოცხლეს. ესე იგი, აქ ეხლა რა ხდება? აქ ხდება სკანდალი, მთელი ამბავი. სკანდალს ვერ გაიქცევი. კერძოდ ისტორიული, ასე ვთქვათ. მთლიანად ეს არის აბრაამ მამამთავრის მონასტერი, რომელიც ისტორიულ წყაროებში ცოტა ცალკეც არის მოხსენიებული. ანუ როგორ? ეს ყველაფერი ქართული იყო, აი მთლიანად რასაც ხედავთ, აი ამ კედლის უკან ეს სულ ქართული იყო, ანუ იყო ერთი აბრაამ მამამთავრის მონასტერი, რომელიც არის აგებული იმ ადგილას, სადაც აბრაამმა მიიყვანა ხო ისაკი მსხვერპლად შესაწირად. ზუსტად გოლგოთის უკან არის ის ქვა, ამაზე ჩვენ სტატია ქონდა საინტერესო და ეხლა ამ ხელა ისტორიას აღარ მოვყვები, სადაც ანუ აბრაამის ხვალ შეწირვის ადგილი და მაცხოვრის ჯვარცმის ადგილი რო ერთდაიგივე კლდეა, ამაზე აქვს საუბარი. ეს ზეთისხილის ხე მაღლა არის სიმბოლოდ იმისა, რომ როდესაც ანგელოზმა შეაჩერა აბრაამი და უთხრა, რომ მოკლედ უფალმა შენი გადაწყვეტილება შეიწირავ, ასე ვთქვათ, და მიიღო შენი სიყვარულიო და იქვე კრავი რო იყო გახლართული ამ ზეთისხილის ხესთან, აი ამის სიმბოლო. თუმცა შუაში არის ეს სომხური ეკლესია და სიმართლე გითხრათ, რა თქმა უნდა, ყველაფერი საკუთარი აქვს, მაგრამ ერთი პატარა ისტორია მაინც უნდა მოვყვე, რომელიც ერთ-ერთ ისტორიაზე წიგნში მაქვს ამოკითხული და სრულად რეალური ისტორია, როგორ გაჩნდა აქ სომხური ეკლესია ამ ქართულ მონასტერში. ანუ ქართველების დროს არ გაჩნდა. როდესაც ეს მონასტერი მთლიანად ეს სამი ეკლესიანი მონასტერი გახდა ბერძნული საპატრიარქოსთვის, აი იმ წიგნში ესეთ რამ ამოვიკითხე. რომ ერთხელ უთხოვიათ სომხური ეკლესიის წარმომადგენლებს, რომ აქ რაღაცას ვაკეთებთო და ბარგი გვაქვსო და ცოტა ხანი თუ შეიძლება რომ ეს ნივთები ვაკო შეგვინახოთო და ბერძნებს ვინც წერს ავტორი ხარ ვიტყვი ვინ არის და ბერძნებს შეებრალათო და უთხრესო რომ კაი ხო ნუ ის ბარგის დასადებათო შემოიტანეთო და დაგაწყობინებთო და მოკლედ მათ დამთავრდა ყველაფერი. ბარგი დააწყობინეს და შემდეგ იმათ მოთხეს, სადაც ჩვენი ბარგია, ის ადგილის ჩვენიაო, ესე იყო ორი სიტყვით ეს ამბავი. ერთი წამი. აქეთ შევახედოთ უბრალოდ და წავიდეთ. ესე აქედან გარედან ამ მონასტერს აწერია ზემოდან მეტოქიონ, ანუ გეცემანის მეტოქიონი და რას ნიშნავს? ამას მცირე გეცემანიას ეძახიან მარტივად რო ვთქვათ, ესე იგი აქ. მცირე გეცემანიას და აქ ინახება ჩვენ ფილმებში გაქვთ ნანახი, კიდევ ერთხელაც გადავიღებთ, ანუ თითქმის ყველაფერი გადაღებული გვაქვს ჩვენ. ინახება ღვთისმშობლის სუდარა. და ჩვენ გვაქვს ამ სუდარის შესაფუთი ლენტები, რომელიც გვაჩუქეს. ადრე. ინახება ღვთისმშობლის სუდარა და ღვთისმშობლის სუდარის გამობრძანება ხდება ხოლმე მარიამობის მარხვაში, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულამდე რამოდენიმე დღით ადრე. ეხლა ჩვენ რატო ჩქარობთ? ჩვენ ჩქარობთ ერთი მიზეზით, ჩვენ იერუსალემს კიდე დაგათვალიერებინებთ, მაგრამ ცოტა უნდა ვიჩქაროთ, იმიტომ რომ უკვე აქ ყველაფერი იკეტება, საწავალთ ეხლა ჩვენ თუ არა წიგნების მოსაძებნად და აქ არის ერთი მაღაზია წიგნების, სადაც აუცილებლად უნდა ვნახოთ რაღაც ლიტერატურა და თუ დაკეტილი არ დაგხვდა, იმედია მივასწრებთ. დროებით დაემშვიდობე გიო.